მეგობრებო, უნდა გაგიკეთოთ ახლა ესეთი გაშლა, თემატიკა იქნება ფიქრები თქვენი პარტნიორის თქვენთან დაკავშირებით. ჯერ ვფიქრობ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი. იმისთვის რომ გავიგოთ საერთო გაშლა რამდენად ეს გაშლა დაგემთხოვოთ თქვენ და თქვენი იქნება, ამიტომ ნახოთ რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად ეს გაშლა არის თქვენი. რა ხდება, რა ურთიერთობაში ხართ ახლა, რა ენერგია თქვენ ურთიერთობაში კარგი გამოვა. სამი ჟეზლი, კიდე სამი ჟეზლი, სამი პენტაკლი, სამი ხმალი, ღმერთო ჩემო, სამიანების ბუმია. აქ ძალიან დიდი ალბათობით საუბარი არის სასიყვარულო სამკუთხედზე. სამი ჟეზლი, სამი პენტაკლი, სამი ხმალი. დიდი ალბათობით, დიდი ნაწილი ეს გაშლა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში. თქვენი მხრიდან, მისი მხრიდან ამას არ ვადგენთ, რა ხდება ენერგეტიკულად იმას ვგებულობთ. თქვენ ურთიერთობაში ახლა სამი პენტაკლით შესაძლებელია სამუშაო სფერო გაკავშირებთ ერთმანეთთან და ერთნაირი ფინანსური მხარე გაქვთ, ერთნაირი სამუშაო პროცესი ერთ კონკრეტულ ფირმაში ან სადმე ისე მოკლედ სამუშაო პროცესი გაერთიანებს შესაძლებელია ნაწილისთვის, ასევე ნაწილისთვის იქნება რომ ურთიერთობა არის ახალი დაწყებული თქვენ ურთიერთობაში ვერ ვიტყვი რომ ეს არის წლების და საუკუნეების ერთად გატარებული ურთიერთობა, ეს არის მაქსიმუმ ის პერიოდი, სადაც შეიძლება მაქსიმუმ ვთქვა 3 თვის ვადები თქვენი ესე ურთიერთობა, სამუშაო პროცესი რო გადავიდა პირად ურთიერთობაში. შეიძლება მანამდე იცნობდით, რა საკვირველია გქონდათ სამუშაო და ფინანსური შეხებები ერთმანეთთან, მაგრამ ანუ პირადი ურთიერთობა ეს არის მაქსიმუმ პერიოდი, როცა 3 თვის ვადები ის პერიოდია, როცა თქვენ ურთიერთობა გადაზარდეთ, ასე ვთქვათ, გადაიყვანეთ სამუშაოდან პირადში. სამი ჟეზლით რაღაცის მოლოდინში ხართ, რაღაცა უნდა გადაწყდეს, თითქოს აი რაღაცას ელოდებით, რაღაცა გემის შემოსვლას ელოდებით, რაღაცა ცნობას, გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულებას მოგცემთ ამ ურთიერთობაში რა როგორ წავიდა. შესაძლებელია ურთიერთობა იყოს იმ ადამიანებზე ასევე, ვინც აი განქორწინების პროცესშია, თქვენი მხრიდან, მისი მხრიდან ამას არ ჩაურმავდები და თქვენ ეს იცით და ერთგვარი აი მოლოდინის რეჟიმი არის ამ თემაზე, რომ ნუ აი შენი პირაც რომ მორჩები და მოითავებ, ასე ვთქვათ, მეც მომაქციე ხოლმე ყურადღება, რაღაცნაირად ყურადღების მიქცევას ცდილობთ პარტნიორის თქვენთან დაკავშირებით, ვინაიდან სავარაუდოდ ბოლო პერიოდში რაღაცნაირი ერთგვარი სტაგნაცია შეიძლება არის თქვენ ურთიერთობაში და ვერ იცლის თქვენთვის ან ცოტა ემოცია მიწყნარდასავით, ასეთი მდგომარეობა თუ ატყობთ ენერგეტიკულად რომ ასევე შეიძლება იყოს ადამიანებისთვის, ვინც არ იცით, რომ სასიყვარულო სამკუთხედში ხართ, მაგალითად მეუღლეები, ყოფილი მეუღლეები, ვინც შერიგებას ცდილობთ რაღაცნაირად ყურადღების მიპყრობას თქვენი პარტნიორისას, მეუღლისას, ყოფილი მეუღლისას, მაგრამ ამ შერიგებასთან ერთად გულის ტკივილი ამოგდით, ძალიან დიდი გულის ტკივილია. ასევე ძალიან მცირე ნაწილისთვის, მაგრამ არის შანსები იმ ადამიანებისთვის, ვინც ნეგატივის პროცესს განიცდით თქვენ წყვილზე, ანუ ვიღაცა მესამე მხარე აკეთებს რაღაცას. კონკრეტულად აი ამ კარტიდან გამომდინარე ვიძახი ამას, ხედავთ ბებია, ასე მოხუცი ქალბატონი ზის და თოჯინა უჭირავს ერთგვარი ხელში, რაღაცა რომელსაც ნემსებს არჭობს, რაღაცეებს არჭობს, რაღაცა ნეგატივის წინაშე. ცდილობს რომ რაღაცნაირად თქვენი ურთიერთობა დაგაშოროთ ერთმანეთს, ან არ შედგეს, ან ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ, ან თქვენ ან თქვენს პარტნიორს, მოკლედ რაღაცა ძალიან არ მიყვარს ამ თემის თქმა, მაგრამ მცირე ნაწილისთვის გაითვალისწინეთ, იქნება ასეთი მომენტი, რომ არის თქვენზე მაგიური ზემოქმედება თქვენ წყვილზე კონკრეტულად იმისთვის, რომ არ შედგეს თქვენი ურთიერთობა, არ გადავიდეს სხვა ეტაპზე და ამ ყველაფერში მესამე მხარე გიშლით ხელს. შეიძლება ეს იყოს თქვენ უყურებთ მეუღლეზე, ასე ვთქვათ, თვისთანაც შერიგება გინდათ, თუმცა ძალიან მცირე ნაწილია ეს კიდევ ვიმეორებ, ეს შეიძლება
უფრო დიდი ნაწილი 80% იყოს იმ ადამიანებზე, ვინც ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა. ანუ ძალიან 0.5% შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, ვინც გაცილებული ხართ და შერიგებას ცდილობთ რაღაცა სამუშაო სფერო გაკავშირებთ ერთმანეთთან. კიდევ ვიმეორებ ნეგატივის და რაღაცა ცუდი რეაქციები არის მაგიური ზემოქმედებები თქვენ წყულზე. 10-იან თასიო, ანუ კარტი თავის თამოვარდა, ეს არის ქორწილი კონკრეტულად ამ კარტზე, ეს არის ის მდგომარეობა, რომ არ შედგეს, დაინგრეს, ეს ქორწილი მაღალ ეტაპზე გადასვა თქვენი ურთიერთობის და ასე შემდეგ. და ერთგვარი სტაგნაცია გაქვთ ახლა პირად ურთიერთობებში. თუ ეტყობა და ხვდებით, რომ თქვენია ეს ენერგეტიკა და ეს გაშლა იქნება თქვენი უყურეთ ბოლომდე, ვინც შეატყობთ, რომ თქვენი არ არის თქვენ თავზე, ნუ მიიღებთ, კომენტარებში დამიწერეთ ასე ვთქვათ თემატიკა რა გინდათ ხოლმე რომ გავაკეთო საერთო გაშლით. ფიქრები პარტნიორის თქვენთან მიმართებაში დღესდღეობით როგორია? მოსვლა უნდა საჩუქრით სხვათა შორის, შესაძლებელია რომ საახალწლოდ რაღაცა ერთგვარად დაგასტუკოთ. ასეთი ჩემი საყვარელი სიტყვა ვიცი რომ ანუ ქართული შესაწყისი ამ სიტყვის არც ვიცი პრინციპში, მაგრამ რაღაცნაირად მოვიდეს საჩუქრით ხელში თქვენთან გაგახაროთ რაღაცა სიურპრიზი გაგიკეთოთ საახალწლო საჩუქარი იქნება ეს ზოგისთვის თუ უბრალოდ თავისი გამოჩენა რაღაცნაირად ერთგვარი საჩუქარიც არის, მაგრამ ხელცარიელი მოსვლა ნამდვილად არ უნდა თქვენთან აქ ზურს უკან საჩუქრით მოდის ადამიანი, ძალიან დიდი წინაღობები აქვს იმისთვის რომ თქვენთან მოვიდეს, არ ვიცი, აი ლოდის გადაგორებასავით არის მისთვის დღევანდელი თქვენთან მოსვლა ესეთ მდგომარეობაში, რაც მას უნდა და რაღაცა წინაღობებია ძალიან ბევრი, ზოგისთვის შეიძლება მოუცლელობის პროცესი იყოს, ყველასთვის სათავისო პრობლემა იქნება ამების ჩაღრმავებას ამ პატარა გაშლაში დრო რომ არ ხარჯო ვერ ვასწრებ. ფიქრობს რომ რაღაცნაირად манипуლირებთ მასზე, მის ემოციებზე, მის მდგომარეობაზე, რომ ხართ მაგი, შესაძლებელია მანიც ის თქვენი ეზოთერიკის მიმართ სიყვარული და აქედან გამომდინარე ფიქრობს რომ ხომ არ მაგიურო ზემოქმედებას ხომ არ აკეთებს ჩემს მიმართო, სხვათა შორის ეს სამი ახმალზე დაჭდა ეს მაგი, მინდა გითხრათ, არ ვიცი, მაგიასთან და ეზოთერიკასთან თუ რაიმე კონტაქტი გაქვთ ადამიანი, დიდი ალბათობით ფიქრობს რომ არა მხოლოდ მის ემოციაზე манипуლირებთ როგორც მაგი, არამედ ნამდვილად რაღაცა გაუკეთეთ, იმიტომ რომ ყველაფერი რაღაცა ცუდად მიდის მის ცხოვრებაში, ყველაფერი სტაგნაციისკენ მიდის, არაფერში არ ხეირს ვერ პოულობს, ასე ვთქვათ, ფინანსები იქნება, სამუშაო სფერო იქნება, კარიერული ზრდა იქნება, ყველას თავთავისი აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ აი რაღაცა ზემოქმედებას მაგიურს ნამდვილად გრძნობს და ეჭვები აქვს სხვათა შორის თქვენთან დაკავშირებით, რომ მასე რაღაცა ცუდად ხომ არ მოქმედ, რამეს ხომ არ უკეთებთ, მოკლედ, ძალიან დიდი ალბათობით ეჭვები აქვს ამ ადამიანს, თუ თქვენ დაკავშირებული ხართ ეზოთერიკასთან, ნუმეროლოგიასთან, ასტროლოგიასთან, ან როგორც მინიმუმ ჩახედებული ხართ ამ სფეროში, იმიტომ რომ მისთვის ხართ მაგი, 4-ვე პენტაკლიც, თასიც, ხმალიც, ჟეზლიც, 4-ვე სტიქი არის თქვენ ხელში და როცა რა გჭირდებათ, მას იყენებთ ხოლმე და ერთგვარი манипуляციურ ხრიკებს ასე ჟონგლიორობთ, რომელიც გჭირდებათ ხოლმე და როცა გჭირდებათ, იმას იყენებთ. ანუ ძალიან ძლიერი ხართ მის თვალში, ერთგვარი მაგიური სიძლიერე გაქვთ, მოდი ესე ვთქვათ, ხართ დაკავშირებული ეზოთერიკასთან თუ არა, ადამიანი ძალიან ხშირად ფიქრობს იმას, რომ რაღაცა მაგიას აქვს ადგილი მის ცხოვრებაში თქვენი მხრიდან, თუმცა მოსვლა უნდა ფიქრობს, რომ აუცილებლად საჩუქარი უნდა მოგიტანოთ, და რაღაცით გაგახაროთ, კიდე რაც ფიქრობს ერთი და იგივე რო აღარ ვილაპარაკო და კეტნო, როგორც მიწევთ ხოლმე 10-იან ხმალიო და დახურული კარტი ამოდის. მეგობრებო, აქ ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, შეიძლება იცის თქვენი, ან ექიმთან ვიზიტებს ახორციელებთ ხოლმე პერიოდულად, ესე მომდის პირველი ინფორმაცია და ამიტომ ვაჟღერებ, მე მხოლოდ კარტებს არ უყურებ, მე ინფორმაციასაც მომდის კარტის დანახვისას. ამიტომ შეიძლება იცის, რომ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ და ამასთან დაკავშირებით განიცდის და ნერვიულობს და დახურული კარტი ამოდის, რომლის შემდეგაც კარტი აღარ მაძლევს ინფორმაციას ამ ფიქრთან დაკავშირებით. ასევე ნაწილისთვის შეიძლება იყოს, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენი ურთიერთობა დასრულდა. ეს არის 10-იან ხმალი, ეს არის ზურგში გარჭობილი 10 ხმალი, რომელიც ძალიან მტკივნეულია და მისთვის გადასატანად ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობს კარტი და სამყარო მეტ ინფორმაციას აღარ გვაძლევს, ინფორმაცია არის დახურული. ძალიან ნერვიულობს ადამიანი, ნახეთ,
ცეცხლშია გახვეული, ძალიან დიდ კრიზისშია ადამიანი და რჩება თქვენთვის თავს ნუ გამოიწყოთ გალიაში. გალია ღია, შეგიძლიათ გახვიდეთ, მიიღეთ.